დადგეს წესრიგში ინიციატივის დაბრუნება და რა არის მთავარი მიზანი? ბევრი კითხვა გვექნება, მაგრამ პირველი და მთავარი კითხვა ასეთია. შარშან ხელისუფლების წარმომადგენლები ირწმუნებოდით, რომ ეს კანონი არც მომავალში დაბრუნდებოდა. რა მოხდა ასეთი, რა საფრთხეები დადგა, რომ დააბრუნეთ ისევ დღის წესრიგში ჩაგდებული კანონის განხილვა? მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებელს, მადლობა მოწვევისთვის. მოხდა ის, რომ შარშან ჩვენ ხელისუფლებას და ჩვენ ქართულ საზოგადოებას დაგვპირდნენ, რომ უცხოური დაფინანსება საქართველოში იქნებოდა გამჭვირვალე და ჩვენ მოგვატყუეს. დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ არის სპეციფიური დონორები, რომლებიც უარს ამბობენ, გაასაჯარონ საკუთარი დაფინანსება, მიუხედავად იმისა, რომ მე პირადად მქონდა კომუნიკაცია ხანდახან პირდაპირ დონორთან, ხანდახან სხვადასხვა სახელმწიფოს წარმომადგენლობის და დიპლომატიური წარმომადგენლობის მეშვეობით, მაგრამ არის აბსოლუტურად ყრუ კედელი. ქართულ საზოგადოებას არ აპირებენ, რომ ეს ორგანიზაციები რომ გაუმხილონ თუ რაში ხარჯავენ საქართველოში ფულს. ეს არის ფაქტი. და ეს არის ზუსტად დღეს რასაც ვხედავთ რეაქციას ზოგიერთი ორგანიზაციისგან, რომელიც ზუსტად ამ ფონდებისგან ფინანსდებიან. დღეს ვისაც ვხედავდით ჩვენ ჯგუფებს, რომელიც ცდილობენ დღეს რომ ყვირილით ჩაახშონ საღი აზრი, არიან ზუსტად ის ორგანიზაციები, რომლებიც ზუსტად ამ ფონდებიდან ფინანსდებიან, რომლებიც უარს ამბობენ გაასაჯარონ საკუთარი ფინანსები. შეგიძლიათ უფრო დეტალურად გვიამბოთ, რომელ ფონდებზე არის საუბარი და რა კონკრეტულ პროექტებს უკავშირდება თქვენი პრეტენზია, აი მაგალითები და უშუალოდ რაში იხარჯება ის ფული, რაზეც შემდეგ ვიგებთ, რომ თურმე ამ დონორის და მოწოდებულია, თურმე ამა თუ იმ კამპანიას უკავშირდება, ეს მაგალითები მნიშვნელოვანია მაყურებელს. ვფიქრობ, ნელ-ნელა ჩვენ საზოგადოებას ვაწვდით ამ ინფორმაციას და აქვს, თუმცა შეკრულად შეგვიძლია უკვე დასკვნის სახით ვთქვათ, ისაც ერთი წლის განმავლობაში ჩვენი მცდელობა იყო დონორებთან მუშაობის, NGO-ებთან მუშაობის, რომ დაგვერწმუნებინა ისინი, რომ გამჭვირვალობა მნიშვნელოვანი არის ამ სფეროში საქმიანობისთვის, იმისთვის, რომ საზოგადოება მიცოდეს, ვინ არიან ისინი, ვინც გავლენას ახდენს ქართული ხალხის ცხოვრებაზე საკუთარი საქმიანობით. აქ არის ორი მომენტი. ერთი არის თავად, ასე ვთქვათ, ღონისძიებები ან პროექტები, რომელიც აშკარად არის შინაარსობრივად შეიძლება ითქვას, რომ არის რადიკალიზმის წახალისება, მაგალითად, სირცხვილიას კამპანია, რომელიც მოლოტოვის კოქტეილის ასე ვთქვათ, რომანტიზებას ეხებოდა. პლაკატი, რომელზეც დატანილი იყო მოლოტოვის კოქტეილი, წარწერით მე ვესროლე. ანუ იდეა, რომ მე რომ ყოფილიყავი მარჩი იქ, მეც ავიღებდი ამ ბენზინს, გადავასხავდი პოლიციას და წაუკიდებდი ცეცხლს. ვის დაპირისებით იყო? ეს სირცხვილია, რომელიც ფინანსდება ევროპის დემოკრატიის ფონდის მხრიდან, ამერიკის დემოკრატიის ფონდის მხრიდან, სხვადასხვა ფონდებიდან, თქვენ ასახელებთ ორ ძირითად ფონდს, ნეტს და იდის, ანუ და აქ საინტერესოა, თუ კი თქვენ ამბობთ, რომ ამ ფონდებიდან ფინანსდებიან და თუ კი თქვენ ეს ინფორმაცია გაქვთ, მაშინ NGO-ები კითხულობენ, სად არის გაუმჭვირვალობა? აქ ისინი ამბობენ, რომ ეს ინფორმაცია ფინანსთა სამინისტროსთვის პირდაპირ ხელმისაწვდომია, ხელისუფლება ვიცის ყველა ვინ ვისგან ფინანსდება. უპირველეს ყოვლისა არის ინფორმაცია, რომელსაც შემთხვევით ვიგებთ, მაგალითად დროას დაფინანსება, რომელიც წამოწდა ელენე ხოშტარიას და შემდეგ გავიგეთ, რომ თურმე ევროპის დემოკრატიის ფონდი პარტიებს აფინანსებს და შემდეგ ასე გაირკვა და მაინც პატარა ქვეყანა ვართ და ვიცით, ესე იგი მეტნაკლებად სად რა ხდება ხოლმე, ასეთი წამოწდენით შემთხვევით გავიგეთ. ეს ერთი. მეორე, ყველაზე დიდი ტყუილი და манипуляция. თითქოს ყველაფერი გამჭვირვალეა და ფინანსთა სამინისტროს მოიშველებენ, რომ გადასახადებს ვიხდითო. ეს ამას არანაირი კავშირი გამჭვირვალობასთან საბანკო გადარიცხვებს ასახელებენ. საფინანსო ვალდებულებები და საგადასახადო ურთიერთობას არანაირი კავშირი არ აქვს გამჭვირვალობასთან. ისევე როგორც საბანკო გადარიცხვებს არ აქვს კავშირი გამჭვირვალობასთან. ისევე როგორც სამედიცინო მომსახურებების არ აქვს კავშირი გამჭვირვალობასთან. სადღაცას ეს ინფორმაციები რო არის, ეს არის ნაწილი საფინანსო ურთიერთობის, ნაწილი საბანკო ურთიერთობის და ასე შემდეგ. არც ერთ მოქალაქეს და არც ერთ თანამდებობის პირს, არც მე მათ შორის, არც პრემიერ-მინისტრს, ნებისმიერ სხვას არ გვაქვს ცნობა საგადასახადო საიდუმლოზე. ის რომ რომელიღაცა ორგანიზაცია იხდის საშემოსავლო გადასახადს და აქვს ეს ურთიერთობა ფინანსთა სამინისტროს შესაბამის დანაყოფთან, ეს არის საიდუმლოება ამ ორგანიზაციის და იმ დანაყოფს შორის. სხვა გარდა მათ გარდა ამას ვერ გაიგებს. როგორ ეს ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ თუ დონორი რიცხავს ფულს, ეს ხო როგორც ისინი ამბობენ, ესე ქეშად არ შემოდის, არა, რიცხავენ ბანკში, შესაბამისად წლის ბოლოს ისინი დეკლარაციებს ავსებენ და წარადგენენ ფინანსთა სამინისტროში. ამას ამტკიცებენ. ეს არ არის გამჭვირვალობა, ეს არის ის, რომ გადასახადები
გადასახადები გადაიხადონ. ეს ერთადერთი რამე საჩვენებს, რომ ფინანსთა სამინისტრო არის პოლიტიკურად ნეიტრალური საგადასახადო ინსპექცია არის პოლიტიკურად ნეიტრალური ინსტიტუცია, რომელსაც მნიშვნელოვანი არის, რომ იყოს გადასახადები გადახდილი, არ შემოვიდეს უკანონო ფული და ასე შემდეგ, ის არ უყურებს პოლიტიკურ მიზნობრიობას. ჩვენ გამჭვირვალება გვჭირდება პოლიტიკური მიზნობრიობის გასაგებად. ჩვენ მოქალაქეებმა უნდა ვიცოდეთ, ეს ფული მოლოტოვის კოქტეილს ხმარდება თუ რას ხმარდება? ფინანსური ანგარიშგება ეს არის მხოლოდ დაკავშირებული თანხების ოდენობასთან. ვინ აფინანსებს და რატომ ეს ინფორმაცია არის? ეს ჩვეულებრივი არითმეტიკა, რაც წარმოებს საგადასახადო სამსახურში. ხომ ეს არის არითმეტიკა, რომ თანხა გადაირიცხა 20% საშემოსო ასე შემდეგ არის. მოქალაქეებს წვდომა არ აქვს და არ აქვს, რა თქმა უნდა და ჩვენ გამჭვირვალობაზე როგორც საბანკო გადარიცხვები, ხო, ისიც ტრანზაქციებია, რომელიც ფინანსური მონიტორინგის ქვეშ არის, ჩვენ მოქალაქეებს ვინმე მოგწევს წვდომას ერთი ანგარიშიდან მეორეზე ვინ რა გადარიცხა. ეს ამას კავშირი გამჭვირვალობასთან აქვს. გამჭვირვალობა არის სხვა. ამბობენ რომ დონორები ამას აკონტროლებენ ამ თანხებს და ისინი ზუსტად ასე ვთქვათ აქცევენ ყურადღებას რაში იხარჯება. ნუ გამოდის რომ ანგარიშვალდებულება არის თავად დაფინანსებელსა და დაფინანსებულს შორის. დონორი რა თქმა უნდა აკონტროლებს, მაგრამ საქმე ეხება ქართულ ხალხს. ეს ფული ამ დონორის ფული იხარჯება საქართველოში და ეს დონორი გვიმტკიცებს რომ ამას ხარჯავს თქვენი და ჩემი საკეთილდღეოდ, ჩვენი საქმისთვის. და ჩვენ რო ვეკითხებით, გავიგერო, ხო, ჩვენთვის უნდა, რომ ჩვენ ვიყოთ კარგად. ვეკითხებით, გავიგეთ, რომ ჩვენთვის გინდათ ეს ყველაფერი. აი კონკრეტულად როგორ აკეთებთ ამ ყველაფერს? ამას აღარ გვეუბნებია. მოდი, პირდაპირ ვთქვათ, როდესაც ჩვენ ვეკითხებოდით, ვის ეკითხებოდით, ვისთან გქონდათ შეხვედრები, რა პასუხი მიიღეთ? მოგეთ, მე ვახსენე, მოგეთ, ერთი ნაწილი რაც თქვი, რომ ასე ვთქვათ, დაფინანსების საკითხი და მეორე არის, როდესაც ხდება ესეც რომ ვახსენოს, არის კანონის გვერდის ავლა, როდესაც პარტიები ფინანსდებიან და ამას ვიგებდით შემდეგ შემთხვევით და აღმოაჩინეთ მთელი სქემები ვნახეთ, რომ თვითონ იქ სემინარს ჩაატარეს ფასებს აფინანსებენ NGO-ს მეშვეობით. ეს არის კიდე გვერდის ავლა. აკრძალული არის ყველა და ჩვენთან რატო უნდა ჩამოდიოდეს და ვინმე გვიფინანსებდეს აქ პარტიებს, ეს გაუგებარია. ეს არის მთავარი პრინციპი სუვერენიტეტის. რაც შეეხება საუბრებს, რა თქმა უნდა, ქონდა დონორებთანაც და შესაბამისი დიპლომატიური წარმომადგენლებასთან. მათ შორის ელჩთან და შტატების ელჩთანაც. ყველასთან ქონდა საუბარი, მათ შორის ქონდა დემოკრატიის ნაციონალურ ეროვნულ ფონდთან, ნედთან, ამერიკის ფონდთან, სხვადასხვა ხელმძღვანელობასთან საუბარი. ჯერ კიდე შარშან გაზაფხულზე, სადაც მათ მითხეს, რომ ჩვენ ყველაფერი გამჭვირვალე გვაქვს, არ არის პრობლემა, ვებგვერდზეა განთავსებული. უთხარი რომ არ არის ვებგვერდზე, აი შევიდეთ უგნებავთ, რომ 2021 წელი, 22 წელი არაფერი არ არის განთავსებული. თქვენსო კი ბატონო, ამას გამოვასწორებთ და შეგვიძლია მოგაწოდოთ ეს პროექტები სია, უთხარი რა ხან გამჭვირვალეა, მაშინ ისე გამოგვიგზავნეთ და თან ვებგვერდზე თატვირთავთ, როცა იქნება. კი ბატონო, შევთანხმდით სიას ვისაფინანსებს. უთხარი აი რას აფინანსებთ და გამჭვირვალე ვართ, თუ გამჭვირვალე ხართ, იქ და მოგაწოდოთ, ვიცოდეთ რა არის. კი ბატონო, შევთანხმდით, შემდეგ ჩემი კაბინეტი დაუკავშირდა, გადაამისამართეს ერთგან, მეორესგან, მესამეგან და მოხვდით ჩიხში. პასუხი ბოლოს აღარ იყო. არანაირი. შემდეგ მეორეჯერ შევეხმიანეთ, მესამეჯერ შევეხმიანეთ, კიდევ იყვნენ ჩამოსულები, ნული რეაქცია, რომელიც უკვე ზღვარზე არის უპატივცემლობის სახელმწიფო ინსტიტუტების და ქვეყნის მიმართ. როდესაც შენ ხარ დონორი, შენ ხარ სტუმარი, ჩადიხარ სხვა ქვეყანაში, პრეტენზიით რომ გინდა იმ ქვეყნის მოქალაქეების ცხოვრება გააუმჯობესო. ელაპარაკები იქაურ საზოგადოებას და მის არჩეულ ხელისუფლებას და უმალავ ინფორმაციას თუ რასაკეთებს, ეს ცდება ყოველგვარ დემოკრატიულ ჩარჩოებს და საზღვრებს. ეს არის რა თქმა უნდა მიუღებელი. და ამაზე გქონდა საუბარი, მათ შორის რა თქმა უნდა დიპლომატიურ წარმომადგენლობაც. ეს საქმეზე რაში ექცი, მე თქვი კიდევაცო. ეს ბოლო პერიოდი. ყველა უკვე გვეთანხმება თავის დროზე, აი მაშინ შარშან მარტში, იცით რომ ელჩები იყვნენ მოსულები პარლამენტში ვისაუბრეთ და ყველა გვიმტკიცებდა, კი მაგრამ ყველაფერი გამჭვირვალეა, რა საჭიროა ეს კანონი, ისეაც გამჭვირვალეა. მაშინაც ვამბობდით რომ არ არის სინამდვილეში, მაგრამ კარგით, მაშინ ამ კგბ-შნიკურმა პროპაგანდისტულმა მეთოდმა იარლიყების მიწებების გარკვეულწილად იმუშავა. აი ხო გავიდა პერიოდი. აი იგივე ელჩებს როცა ხვდები, ვეღარავინ ვეღარ ამბობს რომ გამჭვირვალეა. იცით რატომ? იმიტომ რომ ფაქტებია უკვე. მაგრამ საპირისპიროდ ხდება ის, რომ ვეუბნებით, აი ხომ არის ეს ფაქტი, რომ საზოგადოებას არ აქიფოა. კი არის. აი რა ვშრებით ამის მერე.
ნული რეაქცია და გამჭვირვალობის თემა, მაგრამ მეორე არის მოდით სახელები, ხო? სიტყვა აგენტი ამოღებულია, მაგრამ დღეს მოვისმინეთ პროტესტი იმაზეც, რომ აგენტს დაარქმევთ უცხოური ძალების ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციას შინაარსობრივად არ იცვლება არაფერი. და მთავარი ბრალდება არის, რომ ხელისუფლება ცდილობს, რომ გამჭვირვალეობის საფარქვეშ ორგანიზაციებს იარლიყები მიაწებოს და შემდეგ ამ იარლიყებით შეძლოს ქულების მოპოვება. ეს არის მთავარი ბრალდება. ხო, ნუ სასაცილო არგუმენტი დღეს საერთოდ არგუმენტები ვერ მოვისმენთ. ეს არის მნიშვნელოვანი და საზოგადოება უნდა მიაქციოს ყურადღება, როგორ იქცევა, როგორ ხდება პროპაგანდა, როგორ მუშაობს. აი დღევანდელი დღე იყო ამის მაგალითი. არანაირი არგუმენტი, არანაირი შინაარსის შესვლა, არანაირი დისკუსია, ყვირილი, რომლითაც უნდათ რომ ჩაახშონ საღი აზრი. აი ეს არის მეთოდი ჩვეულებრივად ამოწერილი სპეცსამსახურების პროპაგანდისტული სახელმძღვანელოებიდან, რომ ემოციები, ყვირილი, რომ ადამიანს ასე ვთქვათ, გონება დაუბინდო და მხოლოდ ემოციებზე ითამაშო და ჩაახშო საღი აზრი. რაც შეეხება ტერმინებს და შარშან ეს აი ამ ტერმინის გამოყენებითაც მოახერხეს მიუხედავად იმისა, რომ თავიდანვე ვამბობდით, რომ ტერმინს აქ მნიშვნელობა არ აქვს და ეხაც манипуляცია იყო. ამ ჯერზე ეს ტერმინი პირდაპირ აღებული არის ევროკავშირის დირექტივის პროექტისგან, რომელიც სულ ახლა ხან რამდენიმე კვირის წინ ევროკომისიამ დაამტკიცა, გადაუგზავნა ევროპარლამენტს და სათაურშივე არის მესამე ქვეყნის, ან უცხო ქვეყნის ინტერესების წარმომადგენლობის გამჭვირვალობა. კიდევ უფრო მძიმე არის, ვიდრე შეიძლება ჩვენთან მინოს მოეჩვენოს, ჩვენთან არის რომ გატარება ინტერესების. აქ წარმომადგენელზეა საუბარი, რომლის სინონიმი სხვათა შორის ინგლისურში არის ზუსტად სიტყვა აგენტი, რომელიც ქართულ სამართალში სხვანაირად გამოიყენება, მაგრამ დავანებოთ ამ თავს, ამ საკითხს თავი. ევროკავშირის დირექტივა, რომელიც ეხლა მუშავდება, პროექტი არის დამტკიცებული ევროკომისიის მიერ და ევროპარლამენტში განიხილება, იქ წერია ეს. თქვენ ოპონენტებს ალბათ მოусმინეთ პარლამენტში, ისინი ამბობენ, რომ ამ კანონპროექტით ევროკავშირი ჩინეთს და რუსეთის ინტერესებს ებრძვის და არა ეს არა საკუთარ. ყუილია, ამ კანონპროექტით ევროკავშირი ამერიკის ინტერესებსაც ფარავს. ამ დირექტივით იფარება ყველა გარდა თავად ქვეყნის ევროკავშირისა. ნუ ევროკავშირი ვინაიდან იგულისხმება ერთი სივრცე, მესამე მხარე არის ყველა სხვა დანარჩენი. ამერიკაც საქართველოს მათ შორის ჩვენ სახელმწიფომ ეხლა ევროკავშირში აი ამ კანონის მიღების შემდეგ რომ დახარჯოს ფული საქართველოს ინტერესების გატარებაში ან თუნდაც არ ვიცი მე გარემოს დაცვის საკითხებში მოგვეთხოვება ისეთივე გამჭვირვალობა როგორც სხვა იმებს. ამიტომ ეს სხვა ორგანიზაციებს, ამიტომ ეს პრინციპი ერთი არის. ჩვენი დამოკიდებულება ეს არის სახელმწიფო და არის ყველა სხვა დანარჩენი. მტერიც, მოყვარეც, სტრატეგიული პარტნიორიც არის სხვა. არის სახელმწიფო და არის სხვა და ესეც ეხება სხვებს და ეხება ამერიკასაც, ეხება საქართველოსაც, რუსეთსაც, ჩინეთსაც და დიდ ბრიტანეთსაც, რომელიც აღარ არის წევრი ევროკავშირის. ამიტომ ტერმინიც ევროკავშირის არის და სულისკვეთებაც ევროკავშირის. უარგუმენტო ისტერიკამ შარშან იმუშავა, ხო? ეს ყველამ ნახა. დღეს თქვენ თქვით, რომ ის რაც გაგივიდათ შარშან, წელს აღარ გაგივათ. ასე მიმართეთ ოპონენტებს. რატომ, რა შეიცვალა და რა რეაგირებას ელოდებით? იმიტომ საზოგადოებამ გაიგო, რომ შარშან მოატყუეს როგორც ქართველმა აქტორებმა, ისე უცხოელმა აქტორებმა. შარშან ის ტერმინოლოგია და ბრენდინგი, რომელიც იქნა გამოყენებული, მათ შორის უცხოელი აქტორების მონაწილეობით იქნა შექმნილი და გაძლიერებული და გვახსოვს ხომ ხა დასახელებების გარეშე ვინ იყო ამ ყველაფერში ჩართული. და გავიდა ერთი წელი და ვნახეთ, რომ ყველამ წარედ მოგვატყუეს იმაში, რომ ყველაფერი თითქოს იყო გამჭვირვალე და თუ სადმე პრობლემა არის, გახდებოდა გამჭვირვალე. ვართ ზუსტად იქ, სადაც ვიყავით ერთი წლის წინ, არაფერი გამჭვირვალობის სახით არ დამატებია არასამთავრობო სექტორს და პირიქით. ფაქტზე მოდის, რომ არის პოლიტიკური პარტიების არაპირდაპირი დაფინანსება, პირდაპირი დაფინანსება, არის რადიკალური ჯგუფების დაფინანსება, მათ შორის აი გუშინ რომ გახდა ერთი ფაქტი ცნობილი, რომ ტელეკომპანიამ თავარი თურმე იღებს თუ მიიღებს გრანტს. არა მიზნობრივს როგორც ამბობენ. რაც არ უნდა მიზნობრიობა იყოს, აი მიზნობრიობას თავი დავანებოთ მათ შორის გუშინ ნუ ეხლა რავი ჩვენ ეს აღიარებები რა თქვიდა, მაგრამ მათთვის ვისაც უნდა რომ სირაქლემასავით ქვიშაში ჩაყოს თავი, გუშინ ნიკა გვარამიამ თავად ხო თქვა, რომ ტელევიზია მთავარი არის სატელევიზიო პარტია, ტელეპარტია არის. და ხომ ვიცით ყველამ, რომ ეს არის ჩვეულებრივი პროპაგანდისტული ინსტრუმენტი ნაციონალური მოძრაობის. და როდესაც აფინანსებს ამას უცხოური ორგანიზაცია, რომელიღაც არც კი ვიცით ხო ვინ არის, ესეც ჩვენი ვითომ გამჭვირვალობის საკითხი, კაცშულმა არ იცის რომელია, მაგრამ თვითონ ამბობენ რომ რაღაც გრანტი მოდის. აი ვინც აფინანსებს, ის ხო სინამდვილეში ნაციონალურ მოძრაობას აფინანსებს. და ეს ხომ არის სინამდვილეში ჩარევა
საარჩევნო პროცესში. ეს ხომ არის სინამდვილეში გავლენა ქართულ ამომრჩეველზე გადაწყვეტილების მიღების დროს და ეს ხომ არის სინამდვილეში დარღვევა საქართველოს კანონმდებლობის და ეს ხომ არის სინამდვილეში ქართული ხალხის ინტერესის წინააღმდეგ კიდევ ერთი მოქმედება. საკითხია საინტერესო, როდესაც თქვენ ელაპარაკებით ფონდების ხელმძღვანელებს, თქვენი დაკვირვებით მათ აქვთ სრული ინფორმაცია ქვედა დონეზე რაზე იხარჯება ეს თანხა თუ იქ რაღაც სხვადასხვა რგოლში ხდება და დაზუსტება და ევროპის დემოკრატიის ფონდი არის განსაკუთრებული შემთხვევა. ეს არის ორგანიზაცია, რომელიც შექმნილი არის ევროკავშირის მიერ, რომელიც ფინანსდება ევროკავშირის მიერ და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ და რომლის პროექტების შეგიძლიათ შეხვიდეთ ვებგვერდზე ნული ინფორმაცია რა პროექტებს აფინანსებენ ამა თუ იმ ქვეყანაში. შექმნილია სპეციალურად აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის. ამ ორგანიზაციის ბორდში და ხელმძღვანელობაში არიან ევროპარლამენტის წევრები, მათ შორის ჩვენი საზოგადოებისთვის ცნობილი მიხეილ სააკაშვილის მეგობრობით, აი ეს ხალხი არის იქ და მე მქონდა საუბარი მათ შორის ევროკავშირის წარმომადგენლებთან, რომელიც ამ საკითხში ჩახედული არიან და როდესაც მე წუხილები გაუზიარე, შემდეგ შეხვედრაზე მან მითხრა, რომ ის დაინტერესდა ამ საკითხით, ნახა პროექტების სია, ასე ვთქვათ, და სთხოვა და ნახა მოკლედ რა პროექტები ფინანსდებოდა და ის მე დამეთანხმა, რომ ნამდვილად ჩანს, რომ არის პოლიტიკური ხასიათის პროექტები დაფინანსებული. უთხარი, რომ გასაგებია და იქნებ მეცმაჩვენო ეს სია. ვერაო. უთხრა ევროკავშირის წარმომადგენელმა ერთ-ერთმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, რომელიც წარმოადგენს საქართველოს ხალხს. აი ესე ვერას გვეუბნებიან და არას გვეუბნებიან ამ გამჟღავნებაში. თქვენ გასაგებია რომ ეხლა ყვებით კულუარულ დეტალებს, როგორ ესაუბრებოდით კონკრეტულ წარმომადგენლებს, მაგრამ როდესაც ამ კანონს და პრინციპში ინიცირება უკვე მოხდა პარლამენტში, როდესაც ამ კანონ პროექტის განხილვა დაიწყება. თქვენ დარწმუნებული ხართ, რომ ეს ადამიანები, მათ შორის საელჩოს წარმომადგენლები გამოვლენ და თანხმობას განაცხადებენ, ან მოიწონებენ ამ ინიციატივას, იმიტომ რომ ჩვენ სულ გვესმის რუსული კანონი და მათ შორის საელჩოს წარმომადგენლების მხრიდანაც, მათ შორის განცხადებები რაც გაკეთდა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესპიკერმაც გააკეთა, რომ ხელისუფლებას ალბათ ახსოვს, რომ 10,000-ობით ადამიანი გამოვიდა ქუჩაში, რომელთაც გააპროტესტეს ეს ყველაფერი. არ ვიცი მე ვინ რა სიტყვის, მაგრამ ჩვენ ვარ ძალიან მყარად მათ შორის ჩვენ პარტნიორებთან ურთიერთობის საკითხი. ჩვენ ერთი წელი მე პირადად, ისე როგორც ჩემი კოლეგები თბილისშიც და სხვა ქვეყნებშიც ამაში ვარწმუნებდით ჩვენს პარტნიორებს, დონორებს და NGO-ებსაც. მათ შორის ღია შეხვედრებზეც ამაზე მე ყოველ ჯერზე ნებისმიერი არასამთავრობო ორგანიზაცია მას დაადასტურებს, გაფართოებული შეხვედრები, კონფერენციები რაც ქონდა, ყველგან ვაყენებდი ამ საკითხს. ყველგან. და ამის შემპასუხებელი არავინ არ იყო ხოლმე. ყველგან ქონდა ამაზე და ვცდილობდი დარწმუნებას დონორების, რომ გამჭვირვალობა მნიშვნელოვანი არის, რომ ეს არის ევროპული მიდგომა, რომ შენ სხვა ქვეყანაში არ უნდა ჩახვიდეს და ჩუმად არ უნდა ხარჯო ფული, ეს არ არის ევროპული ქცევა და საქართველოს მოსახლეობა იმსახურებს იმას, რომ მას უთხანის ყველაფერს. სამწუხაროდ საბოლოო მივედით იმ წერტილამდე, რომ ჩვენ უკვე გარკვეული პერიოდია ყრუკედელს ვეჯახებით, როდესაც ერთის მხრივ არის თავისქნევა თანხმობის ნიშნად, რომ კი არის ფონდები, რა თქმა უნდა ეს ყველას არ ეხება კიდევ ერთხელ, მაგრამ არის ფონდები და განსაკუთრებით შემდეგ ეს ფონდები არიან აქტიური პოლიტიკურად, რომლებიც ხარჯავენ ფულს და მალავენ ამას საზოგადოებისგან ერთი, მაგრამ მიუხედავად ამისა არაფერი არ ხდება იმისთვის, რომ ეს მე ერთი კიდე დეტალიც მინდა. მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრების დროს თუცა მქონი ამაზე საუბარი, იყო მათ შორის ერთი სიტუაცია, როდესაც აი ეხლა დღესაც ვისე ყველაფერი გამჭვირვალეა, ეს манипуляცია აბსოლუტურად ფინანსთა სამინისტროს საბანკო გადაი, რომელსაც არანაირი კავშირი გამჭვირვალობასთან არ აქვს. ორგანიზაციები აბსოლუტურად ჩვენ ვებგვერდებზე შედით და ნახეთო. ისინი თუ ფინანსთა სამინისტროს არ მიაწვდნენ ინფორმაციას, ეს გაუმჭვირვალობა კი არ იქნება. ეს იყო გადაცხადების დამალვა. რაც ცალკე დანაშაული და ცალკე საკითხია. ჩვენ ვსაუბრობთ გამჭვირვალობაზე, რომელიც საზოგადოების მიმართ გაცხადებას ნიშნავს საკუთარი ფინანსებისა თუ საქმიანობისა. და ყოფილა შეხვედრები, როდესაც უთქვამს, რომ რაღაც NGO-ს წარმოადგენს, რომ ყველაფერი გამჭვირვალეა და იქვე გამიხსნია ჩემი ტელეფონი, შევსულა ვებგვერდზე ამ ორგანიზაციის და მიჩვენებიან, რომ არაფერი არ უდევს საერთოდ ვებგვერდზე. ამიტომ ეს манипуляცია ჩვენ შარშან უკვე გავიარეთ. თავარი ახლა რადგან საზოგადოება უნდა კონცენტრირდეს არის ის, რომ არ დაუჯერონ ამ манипуляციებს და დააკვირდნენ იმას, როგორც ცდილობენ გარკვეული ჯგუფები, რომლებიც ზუსტად აი ამ ფარული ფონდებით ფინანსდებიან ხოლმე,
ყვირილით გადაფარონ საღი აზე. მაგრამ რუსული კანონი ეს ბრენდი ჩვენ ვისმენთ ერთი წერია და თავარი შიშები, რასაც ეს ადამიანები ამბობენ, ხო, რომ რუსეთშიც თავიდან დაიწყო ამ კანონის მიღება ისეთი სახით, რომელიც ახლა შეტანილია საქართველოს პარლამენტშიო და შემდეგ უკვე გამკაცრდა ისე, რომ ადამიანების დაპატიმრებამდე მივიდა საქმე. ადამიანები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან, მათი საჯარო ერთ-ერთი არგუმენტი ისიც არის, რომ ხელისუფლებას ექნება აუცილებლად ცდუნება, რომ მოგუდოს მედია, მოგუდოს NGO სექტორი და საბოლოო ჯამში ისინი გაუყენონ ციხის გზას. ეს არის ფარისეულობა და ყალბი არგუმენტი, ვინაიდან იგივე წარმატებით შეუძლია თქვან, რომ რომელიღაცა ქვეყანაში რაღაც დანაშაულზე სასჯელი შემოიღეს და შემდეგ დახვრეტა და ჩამოხრჩება მიუსაჯეს და ასე შემდეგ. როგორ ადარებენ საერთოდ საქართველოს იმ გარემოს, რომელიც არის სხვა ქვეყანაში. ჩვენ ქვეყანას ჩახედონ ნებისმიერ კვლევას სად ვართ ჩვენ დემოკრატიული და სამართლების სახელმწიფოს განვითარების კუთხით და ჩვენ იგივე აქტორები რომ გვაბრალებდნენ პოლიტიკურ мотиваციის გადაწყვეტილებებს რუსთავიორის საქმეზე და ბოლოს გვარამიას საქმეზე, ყველგან ხო წაიტეხეს ამათმა ცხვირი და აღმოჩნდა რომ აბრალებდნენ ტყუილს ქართულ მოსამართლეებს და საქართველოს და საქართველოს რომ აღმოჩნდა სტრასბურგის სასამართლოს თვალში სამართლების სახელმწიფო, რომელიც ყველა სტანდარტს აკმაყოფილებს. ამიტომ ეს სინამდვილეში არის ყალბი არგუმენტი იმისთვის, რომ თავარი მიზეზი დაფარო. თავარი მიზეზი კი არის ის, რომ დღეს იმ სივრცეში აქტორებისა, რომელიც მონაწილეობას იღებენ გადაწყვეტილების მიღებაში, რომელიც გავლენას ახდენს მოქალაქის ცხოვრებაზე, აი ამ წრეში ძალაუფლების გარკვეულწილად არის სახელმწიფო თავის ინსტიტუტებით, რომელიც სადაც ბიუჯეტის გამჭვირვალობით პირველ ადგილზე ვართ, სადაც სახელმწიფო უწყებების გამჭვირვალობა რა დონეზეც არის კი ხედავთ, სადაც საჯარო მოხელეების ქონებრივი დეკლარაცია არის გამჭვირვალე და ერთადერთი აქტორი აი ამ სივრცეში არის არასამთავრობო სექტორი, რომელიც არის სრულად დაფარული და მხოლოდ მათ ნებაზე არის, რას გაუსაჯერობენ საზოგადოებას და რას არა. და თან პრეტენზია აქვს, რომ საზოგადოებას წარმოადგენენ, ოღონდ ისე, რომ არ უნდათ რომ მათ აცნობონ ამის შესახებ. ერთი საკითხი, რომელიც ჩარშანს ვისაუბრეთ ჩვენ ამაზე და ახლა წმინდა კიდევ ერთხელ შევახსენოთ საზოგადოებას. თავად არასამთავრობო ორგანიზაციებს 2016 წელს მიღებული აქვთ არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობის დეკლარაცია. და აი დღეს რომ ყვირიან და უნდა ჩახშობა დისკუსიის, მათი ხელმოწერები არის აქ 2016 წელს, მათ აიღეს ვალდებულება, რომ დონორების ვინაობა, დაფინანსების რაოდენობა, პროექტები, ხანგრძლივობა, ყველაფერი ის, რაც ამ კანონით არის გათვალისწინებული, ისინი საკუთარ ვებგვერდზე და ერთიან ვებგვერდზე ამ ყველაფერს გამოაქვეყნებენ. 2016 წელს USAID-ის დაფინანსება 2 წელი აქვეყნეს, შემდეგ ეს პროექტი დასრულდა როგორც ჩანს და ის ვებგვერდი გადაიქცა მონაცემების სასაფლაოდ. და შარშან როცა ეს გაუხსენეთ და ვახსენეთ, ის ვებგვერდი საერთოდ წაშალეს. და დღეს რომ შეხვალთ CSO.G-ზე არის ცარიელი ეკრანი, იმიტომ რომ წაშალეს საკუთარივე აღიარებები რო იყო Z. ანუ თავადვე აღიარეს, რომ გამჭვირვალობა არის სტანდარტი, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს არასამთავრობო სექტორი, თავად ხელი მოაწეეს და სხვა შორის ამაზე მე მქონდა საუბარი როგორც NGO-ებთან, ისე დონორებსაც, აი სულ ბოლო შეხვედრებზეც ამერიკულ და ევროპულ დონორებთან მქონდა საუბარი. აი ეს არის, ხო, მოდით რა, თქვენ თვითონ აიღეთ ეს ვალდებულება, თქვენ გააკეთეთ, თქვენივე გაკეთებული დოკუმენტი და ხელმოწერილი ხო არის, გაიხსენეთ ეს თქვენი ვალდებულება და თქვენ აიღეთ. არა, იმიტომ როგორც უნდათ რომ ჭtildeში იყვნენ, ფარულად ფინანსდებოდნენ იმ საქმეებისთვის, რომელიც შემდეგ ხდება ცნობილი, რომ თურმე ეს დეზინფორმაცია, სანქციების გვერდისავლის, ვისი წარმოებული იყო? NGO დროა, რომელიც არის პარტიული NGO და რომელსაც აფინანსებდა ევროპის დემოკრატიის ფონდი. თურმე მოლოტოვის კოქტეილის რომანტიზებას ვინ აკეთებდა? სირცხვილია, რომელსაც აფინანსებს ევროპის დემოკრატიული ფონდი და ამერიკის დემოკრატიული ფონდი. აი ეს ყველაფერი თურმე ამისთვის უნდათ, რომ ესე დაფარულად მიდიოდეს ეს თანხები და დღეს მეკითხებოდა ერთ-ერთი ჟურნალისტი კი მაგრამ ყველაფერი გამჭვირვალეს იმის და იქვე უთხარი. აი აიღეთ ახლა თქვენი ტელეფონი, არის შინით ინტერნეტი, მომიძებნეთ დროა ვისგან იღებს დაფინანსებას. და იცით რატო ვერ მოძებნი ის? იმიტომ ვებგვერდიც კი არ აქვს ამ არასამთავრობო ორგანიზაციას, იმდენად შეზრდილი და ნაწილი არის პარტიის და ვებგვერდიც კი არ აქვს, რომ ნახოთ რა დაფინანსება არის. რა გამჭვირვალობაზე და რა 100%-იან გამჭვირვალობაზეა საუბარი, მიკვირს აი ასეთ უტიფარ ტყუილს რო აკეთებენ ქართულ საზოგადოებას, რომელიც ნახა უკვე თუ რა არის გაუმჭვირვალობის მანკიერი შედეგი. თქვენი ოპონენტები ახლა ძალიან ცდილობენ, რომ გამჭვირვალობის კანონი დაუკავშირონ ევროინტეგრაციის პროცესს და დაბრენდონ როგორც ევროინტეგრაციის შემოფერხებელი ბარიერი, მით უმეტეს მოლაპარაკებების შესაძლო გახსნის წინ ამბობენ, რომ ეს მიზანმიმართული ქმედებაა, რათა შეფერხდეს ჩვენი ევროპული გზა. სხვა შორის პრეზიდენტმაც თქვა, რომ მე ავიღებ ევროპულ დროშას და მე გამომყევით და ვიბრძოლოთ რუსეთის წინააღმდეგო. რეალურად რაიმე
გავლენა ექნება ევროინტეგრაციის პროცესზე ამ კანონპროექტს? არა, რა თქმა უნდა, თუ კი ამას შევხედავთ, კეთილსინდისეა, ვინაიდან გამჭვირვალობა არის ევროპა და გაუმჭვირვალობა არის საბჭოთა კავშირი. სინამდვილეში ეს მყვილა ხალხი იცავენ საბჭოთა კავშირს ჩვენს სისტემაში და არა ევროპას. ვინაიდან ევროპა არის გამჭვირვალობა. ამიტომ იღებენ ამ დირექტივას ევროკავშირში გამჭვირვალობისთვის. ამიტომ მიიღო დღეს საფრანგეთმა ის კანონი. ამიტომ იღებს დიდი ბრიტანეთი, ამიტომ აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს, ამიტომ მუშაობს, ამიტომ არის 17 ქვეყანაში ევროკავშირის წევრისა სხვადასხვა სახით გამჭვირვალობის რეესტრები, ზოგან ლობისტების რეესტრი ქვიათ, ზოგან გავლენების რეესტრი ქვია და ასე შემდეგ. ამიტომ რომ ეს დღევანდელ სამყაროში, სადაც ჰიბრიდული მეთოდები არის ერთ-ერთი მეთოდი გავლენის მოხდენისა, ყველა სახელმწიფო ცდილობს დაიცვას საკუთარი მოსახლეობა, ასე ვთქვათ, ფარული გავლენებისგან რბილი ძალისა. ჩვენ საქართველო გეოპოლიტიკურად ვართ ყველაზე ერთ-ერთ რთულ რეგიონში. ჩვენს გარშემო ფაქტობრივად არის ცეცხლის რკალი. ჩვენ ქვეყნის მიმართ არის როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური და ზოგიერთ შემთხვევაში ბიზნეს ინტერესები სხვადასხვა სექტორის მიმართ. და რა თქმა უნდა, ამისგან ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი საზოგადოება, ჩვენ არ უნდა ვიყოთ რაღაც გასავლელი დერეფანი, სადაც ვისაც უნდა შემოვა, ფულს დახარჯავს იმისთვის, რომ თავისი გავლენები და ინტერესები გაატაროს და ისე გავა, რომ საზოგადოება ვერც კი გაიგებს რა მოხდა, როგორ წარმოიშვა ეს ინფორმაცია სანქციების გვერდისავლის შესახებ. შემდეგ გავიგეთ შემთხვევით თურმე ამ NGO-ს უკან დგას კონკრეტული ფონდი, რომელიც ამას აფინანსებს. Monagy საიტი რო გააკეთეს. ვინ გააკეთა? დროამ. ვინ აფინანსებს? ევროპის დემოკრატიული ფონდი. ვებ გვერდს, რომელიც არის თუ კი რაიმე არის ანტიევროპული, აი ეს პროექტი არის ანტიევროპული, რომელიც ადამიანის ღირსების არათუ შელახვა არის, ეს არის არაღიარება ადამიანის ღირსების და ამაში იხარჯება ევროპული თუ უცხოური ფული. თუ პროცესები იგივე სცენარით წავიდა, რაც ჩაშან, რას აპირებთ? უპირველეს ყოვლისა კიდე ერთხელ საზოგადოებამ ამ ერთ წლის განმავლობაში ნახა ის გაწმილება იმ ტყუილით, რომელიც ჩვენ მაშინ გვითხრეს, რომ იქნებოდა ყველაფერი გამჭვირვალე და რა თქმა უნდა საზოგადოებამ ეხლა მოითხოვს, რომ ეს გამჭვირვალობა იყოს. აქ ყვირილით საღას ვეღარ გადაფარავს ვერავინ და მაშინაც საუბარი არ იყო იმაზე, რომ საზოგადოება ამას ეწინააღმდეგებოდა. მაშინ რასაც მიაღწიეს იყო, რომ გარკვეული ჯგუფი მოტივირება მოახდინეს იმისთვის, რომ ყოფილიყო მათ შორის აგრესიული გამოსვლები და ეს იყო მთავარი მიზეზი მაშინდელი მდგომარეობის და არა ისო საზოგადოება მხარს არ უჭერდა. საზოგადოება, როგორც წარმოგიდგენიათ, საზოგადოება, რომელიც იტყვის, რომელსაც ეუბნები, რომ შენთვის ინფორმაცია, გინდა თუ არა რომ შენთვის ინფორმაცია იყოს ხელმისაწვდომი და გამჭვირვალე და საზოგადოება მომდის არ მინდა დამიმალეთ. აი ეს როგორი საზოგადოება თუ არა საბჭოთა საზოგადოება. აქეთ არის კაჩებიან აი ჯგუფები დღეს რო ყვიროდნენ, რომ საზოგადოება აქციონ საბჭოთა საზოგადოებად, რომელიც იტყვის რომ არა დამიმალეთ, ნუ მეტყვით, არ მითხრათ, შემოდით, ახარჯეთ ფული, მოახდინეთ გავლენა ჩემზე და ნუ მეტყვით ვინ არის ეს ყველაფერი არ მაინტერესებს და როგორმე ამაცილეთ ეს ინფორმაცია. საბჭოთა დღეს სინამდვილეში არის არა ეს რუსეთი და ევროპა და ასე შემდეგ. დღეს არჩევანი არის. ჩვენ რა გვინდა? ჩვენ გვინდა ვიყოთ ევროპული ქვეყანა, თუ გვინდა ჩვენ ვიყოთ საბჭოთა ქვეყანა. აი ეს არჩევანი არის არა მხოლოდ დღეს, არამედ ეს არჩევანი იქნება ოქტომბერში. აი დღევანდელი გამოცდილებიდან გამომდინარე, ქართველი ხალხი ამ არჩევანს გააკეთებს. ჩვენ რა გვინდა ვიყოთ ევროპული სტილის ქვეყანა და საქართველო, რომელიც იქნება გამჭვირვალობას და დემოკრატიაზე დაფუძნებული, თუ გვინდა ვიყოთ საბჭოთა სტილის საქართველო, სადაც გარკვეული ჯგუფების ექნებათ მონოპოლია აზრის, მონოპოლია გადაწყვეტილების და მონოპოლია სხვადასხვა ქმედებების. დიდი მადლობა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი იყო ჩვენი სტუმარი გემშვიდობებით მადლობა. განვაგრძობთ ეთერს, ახლა ბიძინა გიორგობიანი უნდა მომწიოთ სტუდიაში, მასთან ერთად ვისაუბროთ არგუმენტებზე, რომელიც ხელისუფლებასა და მის ოპონენტებს აქვს გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით. მოგესალმებით.